Yes, თავისუფლება მზიას. თავისუფლება მზიას. ეგრე გავიმარჯვებთ. თავისუფლება მზიას. Super. ელოდნენ გამაჟრია და სულია. 14 იანვარს, ზუსტად 5 საათზე, 7 დამოუკიდებელი ტელევიზია საპროტესტო მაუწყებლობაზე გადავიდა. ასეთი რამ პირველად მოხდა. 3 საათით ტელეეკრანებზე გამაყრუებელი სიჩუმე იდგა. დუმილით ჩვენ ვცდილობდით ჩვენი პროტესტი უფრო ხმამაღლა გაგეგოთ. თავისუფლება მზიას, თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის ციხეში გაშვებამ ცხადი გახადა, რომ რეჟიმმა მედიასთან ბრძოლა სულ სხვა ეტაპზე გადაიყვანა. გაზეთებიდან და სახელმძღვანელოებიდან ვიცოდით, რომ აი მარიარესას ებრძოდა ფილიპინების დიქტატურა და აი ხადიჯა ისმაილოვას იჭერდა აზერბაიჯანის დიქტატურა და იქ დიმიტრი მურატოვს დევნიდა რუსეთის დიქტატურა. ეს ჩვენ წიგნებიდან ვიცოდით. არა, ჩვენ დღეს საქართველოში გვყავს დიქტატურისგან დევნილი ჟურნალისტი, დიქტატურისგან დევნილი მედია გამომცემელი და იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა, რომ აი ზუსტად ის არის, რაც ამარცხებს დიქტატურებს. სასამართლო პროცესზე, სადაც მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, ის მარია რესას წიგნით შევიდა. როგორ დავამარცხოთ დიქტატორი? ამ ერთმა კადრმა მთელ მსოფლიოს უჩვენა, რა რეალობა დგას საქართველოში. ივანიშვილმა ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია მოშალა და ჯიბეს ჩაისვა და ვერ შეძლო სამოქალაქო საზოგადოების და ხალხის დამორჩილება. და ის ამას ვერასდროს შეძლებს, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით ძვალში და რბილში გვაქვს გამჯდარი თავისუფლების ფასი. ამას არ დავთმობთ არაფრად, არასოდეს. სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი გამოცემა ბათუმელების დამფუძნებელია. ეს საგამომცემლო სახლი ფლობს ნეტგაზეთსაც. აჭარაში ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის მმართველობის დროს, როდესაც 2001 წელს თავისუფალ ჟურნალისტებზე ნადირობა იყო გამოცხადებული, დამოუკიდებელი გაზეთის ბათუმელების პირველი ნომერი გამოვიდა. თითქმის საუკუნის მეოთხედია რეპრესიების მთელმა ტალღამ ბათუმელების დამფუძნებლებსა და ჟურნალისტებზე გაიარა. მაგრამ შიშმა ამ რედაქციის კედლებში ვერ შემოაღწია. 11 იანვარს საგამომცემლო სახლის დამფუძნებელი და დირექტორი დააკავეს. ის არის ამ რეჟიმის პატიმარი, როგორც ადამიანი, რომელიც 200 წელზე მეტია გააზრებულად, თანმიმდევრულად გამბედავად, უშიშრად სხვადასხვა ხელისუფლების დროს იბრძვის ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებისთვის, გამოხატვის თავისუფლებისთვის, მოქალაქეების თავისუფლებისთვის. 11 იანვარს პროევროპელების საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელი მისი მეგობრის ციალა ქათამიძის დაკავების შემდეგ გადის. თავდაპირველად მას პოლიციის სამმართველოსთან პლაკატის გაკვრის გამო აკავებენ. აკავებენ მზია ამაღლობელს, ბათუმელების მენეჯერს აკავებენ, მზია ამაღლობელი დააკავეს. მზია ამაღლობელი დააკავეს ამ კავშირს. ჟურნალისტის დაკავებას დიდი პროტესტი მოჰყვა. რეჟიმი იძულებული გახდა, რომ მზია ამაღლობელი რამდენიმე საათში გაეთავისუფლებინა. ბათუმელების დამფუძნებელი ჭიშკართან იდგა, როდესაც რეჟიმმა პროვოკაცია მოუწყო. გაშლას რომ ვაპირებდით, ზუსტად ამ დროს გამოცვიდნენ პოლიციელები და მზიასთან მდგომი ადამიანები, მისი ახლობლები დააკავეს 2 ადამიანი. ამან გამოიწვია მე ეს ჩოჩქოლიქ იყო გინება, შეურაცხყოფა წარმოუდგენელი ვილწითხვაობა ჩვენი მისამართით. მზიას გათხრება იქ ვიღაც ქალები ჩავარდნენ, გადაუარეს ფეხებით. აი ამ დამამცირებელ გარემოში მე მოხდა მარცხენა ხელი ბატონ დგებუაძეს, მარცხენა ხელი. ეს ყო არა ძალადობა პოლიციელზე, ეს ყო პასუხი იმ დამცირებაზე, იმ შეურაცხყოფაზე, რასაც ის მთელი ღამის განმავლობაში ჩადიოდა იქ ადგილზე. ქალი ჟურნალისტი პოლიციის განყოფილებაში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მასჯერ აგინა, წყლის დალევის და საპირფარეშო ოთახში გასვლის საშუალება არ მისცა. შემდეგ კი ირაკლი დგებუაძემ ქალს სახეში შეაფურთხა.
დგებუაძე რამდენჯერმე შევარდა მზიასთან და ცდილობდა მისთვის ანგარიშწორებას, ფიზიკურ ანგარიშწორებას. გარდა ამისა, მას შეაფურთხა და არაძლებდნენ ასევე წყლის მიწოდების წყალი არ მიაწოდეს, ანუ რა ვიცი, სტანდარტული ფაშიზმია ჩემი აზრით, რა ვიცი, წამებაა. აქცია მიმდინარეობდა აქ აი ამ ნაწილში. ყვითელ ხაზს აქეთ და ვაკარი სტიკერი ვაკრავდი. ციალა ქათამიძე წლების განმავლობაში აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო. პოლიციის ამ შენობაში წამების და არაადამიანური მოპყრობის შესახებ მას დაკავებულები უყვებოდნენ. 11 იანვარს ყველაფერი, რასაც ისმენდა, მის თვალწინ გაცოცხლდა. ადამიანები რომ იყვებოდნენ წლების განმავლობაში რასაც გეუბნები ამ დერეფანში რა ხდებოდა და აი რაღაცა ბოთლებით, ისტორიების, სხვადასხვა პოლიციის უფროსების ხელმძღვანელობით ეგ ამბავი ყველაფერი გამიცოცხლა. ოღონდ არ იყო ბოთლი, არ იყო რაღაცა დუბინკა, იყო ირაკლი დგებუაძე და მისი ხელები, რომელსაც ცდილობდნენ სხვა პოლიციელები გაიკავებინათ. ციალა ქათამიძე იხსენებს, რომ როდესაც ის დააკავეს, პოლიციის განყოფილებაში სხვა დაკავებულების ოთახებიდან ძალადობის ხმები ისმოდა. პოლიციელები ეხვერწებოდნენ ირაკლი დგებუაძეს, რომ თავი დაანებეო. თავი დაანებეო ეუბნებოდნენ, იმიტომ რომ შეურაცხადი სახე ქონდა ადამიანს. სახეზე ხელებს აჭერდა და კედლებზე ესე არტყმევინებდა თავს, ეს დავინახე, მე უშუალოდ ეს დავინახე. მალხაზ ირემაძეს სახეზე მიადო ხელი და კედლზე მიახეთქებინა. თუმცა იმ სიტყვებით, რასაც ის გამოიყენებდა და იმ ხმებით, რომელიც მე მესმოდა, რა ვიცი, არ ვიცი, კითხეთ მას რას აკეთებთ. ხმები მესმოდა ბაგაბუგის 10-15 წუთის განმავლობაში. აქედან რომ ამოვმარცხა, მაშინ მოვხდა თვალში, მე არ მახსოვს, რომ სამი მაგარი დაკმარო გამეკეთა, ხელდაჭერეს უკვე ნერვიულობაც და თან ეთქვა გავითიშ. ის რასაც ციალა ყვება, ადასტურებს ბათუმის მერიის თანამშრომელი რამაზ ირემაძე. 6 დღე ლანჩხუთის იზოლატორში იყო. ირემაძე 11 იანვარს საპროტესტო აქციაზე დგებუაძემ დააკავა. შენო ბიჭო რა გასვენებსო და გააკეთა, რა ვიცი, ფიზიკური დარტყმა, ორ ადამიანს ვეჭირე პოლიციას, ვერც ხელს ვაღმოძრავებდი, ვერაფერს ვერ მომოძრავებდი, შემდეგ მუცელში დავარყა. ირაკლი დგებუაძე, რომელმაც მედია მფლობელის და ჟურნალისტის ციხეში გაშვება საკუთარ თავზე აიღო, მანამდე არაერთ სკანდალში ამხილებული. ბათუმის პოლიციის უფროსს, რომელიც აჭარის პოლიციის უფროსის გრიგოლ ბესელიას ახლო გარემოცვის წევრია, ძალადობაში მანამდე არაერთხელ ამხელდნენ. დგებუაძე შესაძლოა ამ დაკავებების შემდეგ დააწინაურონ საერთოდ და რავი საქართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი შეიძლება გახდეს ან სხვაგან გადაიყვანონ უფრო მაღალ ეშელონებში, თუმცა დარწმუნებული ვარო არასდება მასაც დასანქცირება. ეს უკვე გენრი დოლიძეა. 2023 წლის 31 ივლისს ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლას აპროტესტებდა და ის რუსების წინააღმდეგ ხმის ამოღების გამო დააკავეს. ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ წაქცეულს ურტყა. ამის დედაო და პირდაპირ წაქცეულზე სახის არეში მომიქნია ფეხი და თვითონ გედედეს თანშრომელმა მოუთხეს, რომ სახეში რა საკეთე სახეში და უშვერი სიტყვებით იგინებოდა. გენრი 22 პირთან ერთად დააკავეს. დოლიძე იხსენებს, რომ დგებუაძემ თითქმის ყველაზე იძალადა. და იქ იყო გიორგი გველესიანი, იყო ერთი ხარშილავა აქტივისტი, აი ვისაც მე უყურებდი და რამდენიმე ადამიანი აღნიშნავდა, რომ მათზეც იძალადა დგებუაძემ. ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის შეფი, მდიდრული ცხოვრებით და სკანდალური საქმეებით. ეს მისი ბოლო პარიზული ვოიაჟია. ბათუმში ღამის კლუბების მფლობელთან, მოდელ მარიკა გერლიანთან ერთად. მარიკა გერლიანის გამოქვეყნებული ვიდეო მასალებით მისი და სკანდალური პოლიციელის ირაკლი დგებუაძის მჭიდრო კავშირი დასტურდება. ინსტაგრამის თანახმად გერლიანი თავად მიუთითებს, რომ ღამის 2 კლუბის ბოჰემასა და ალოხას დამფუძნებელი და მმართველია. ბათუმის ღამის კლუბების ბიზნესში მოქალაქე მარიკა გერლიანი 2023 წლის 26 ივნისიდან ჩდება. სწორედ ამ დღეს რეგისტრირდება ის ბიზნეს რეესტრში, როგორც ბიზნეს ოპერატორი. მანამდე მის სახელზე მხოლოდ კერძო აღმასრულებლების მოთხოვნებია, რომ სხვადასხვა ვალების გამო ქონება დაუყადაღონ. ახლა მარიკა გერლიანთან იმის გასარკვევად ვეკავთ, ვის ეკუთვნის რეალურად მისი ღამის კლუბების ბიზნესი.
ღამის კლუბები თქვენ გეკუთვნით თუ თქვენთან ერთად არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ირაკლი დგებუაძეს? თქვენ საიდან მირეკავთ? ტევ პირველი შაბათის ეთერიდან თამთავარ დოლენჯაშვილი. ალბათო, ჩემია კლუბები, ირაკლის არაფერი საერთო არ აქვს ამ კლუბებთან. ირაკლი დგებუაძე მფარველობს თქვენ ბიზნესს? არავინ არ მფარველობს და ნორმალურად ისაუბრეთ თუ შეიძლება ნახვამდის. ლამაზად საუბრობ, ქალბატონო მარიკა, არ გამითიშოთ ერთი წამით? მარიკა გერლიანი უარყოფს, თუმცა მოვლენების თანხმედრა და ბათუმში ღამის კლუბების ბიზნესში ჩართული არაერთ პირთან კონფიდენციალური გასაუბრება გვიჩენს ეჭვს, რომ კლუბების ბოჰემასა და ალოხას ბიზნესი ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შეფად დანიშნვის შემდეგ დაიწყო. მართვა კი მასთან ერთად დანაცხოვრებაში მყოფ მარიკა გერლიას მიაბარა. ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსად 2022 წლის თებერვალში დაინიშნა. ღამის კლუბების ბიზნესი კი მასთან თანაცხოვრებაში მყოფი მარიკა გერლიანის სახელზე 2023 წლის ივნისიდან გაჩნდა. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მონაცემებით, მანამდე ქალბატონი მარიკა არანაირი ბიზნესის მფლობელი ან დირექტორი არ ყოფილა. საჯარო წყაროებში მასზე ინფორმაცია იძებნება როგორც ხელნაკეთი ნივთების ოსტატზე. ეს საქმიანობა მან პანდემიის პერიოდში დაიწყო. ბატონი რატო არ არის? არ არის სამსახურში? არა. როდის იქნება საკავე გავიც. არ სულ დღეს? ირაკლი დგებუაძესთან ბათუმის ღამის კლუბების ბიზნესში მისი ინტერესების შესახებ სასაუბროდ მივდივართ. მდივანი გვეუბნება, რომ ის სამსახურში არ არის. მას შემდეგ რაც საიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ დგებუაძე ჟურნალისტ მზია ამაღლობელს პოლიციის განყოფილებაში სახეში აფურთხებდა და მის ცემას ცდილობდა, დგებუაძე საჯარო სივრცეში აღარ გამოჩენილა. ბატონი ირაკლი სამსახურში არ მოსულა დღეს? ბატონი ირაკლი ვინა? დგებუაძე. ვერ გეტყვით. რატომ მიღებთ? არა, უბრალოდ მაინტერესებს სამსახურში არიან თუ? არა, ნუ მიღებთ რა. ბატონ დავით, მაინტერესებს სამსახურში არა, თუ შეიძლება ნუ მიღებთ. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ნუ მიღებთ. არ გინახავთ დღეს არც ერთი. თუ შეიძლება ნუ მიღებთ, შეწყვიტეთ ახლა გადაღება. რატომ მიღებთ? პოლიციის მაღალჩინოსანის ბათუმის ღამის კლუბებთან კავშირების დადგენის დროს შაბათის ეთერისთვის კიდევ ერთი დეტალი ხდება ცნობილი. ახალი წლის ღამეს ირაკლი დგებუაძემ და მისმა შეფმა გრიგოლ ბესელიამ ბათუმის ერთ-ერთი ცნობილი კლუბის მუნის დაცვის თანამშრომელი სავარაუდოდ სცემეს. ახლა ამ ფაქტების გადამოწმებას ვცდილობთ. კამერის ჩანაწერები წაღებულია გამოძიებას თუ სად არის რომ ითხრათ 1 იანვარს ჩხუბი რომ მოხდა? არ ვიცი რა. რატო იჩხუბეს პოლიციელებმა და დაცვის წარმომადგენლებმა? დგებუაძემ რატო გაარტყა დაცვის თანამშრომელს? ირაკლი დგებუაძემ ცემა დაცვის თანამშრომლები. რომ ითხრათ რა ბედი ეწია ამ ადამიანებს? დაპირისპირება ღამის კლუბში ჩვენი ინფორმაციით 1 იანვარს ღამის 1-დან 2 საათამდე შუალედში მოხდა. პოლიციელები ღამის კლუბის დაცვაზე გაბრაზდნენ და მათ ქუჩური წესებით დაუპირისპირდნენ. წყარო შაბათის ეთერს უყვება, რომ ამ დროს ცემეს კლუბის დაცვის თანამშრომელი. შაბათის ეთერმა ამ პირის მეუღლესთან დაკავშირება შეძლო. პოლიციელების ტერორით დაშინებულ ოჯახს ჩვენ არ ვუთხარით, რომ ჟურნალისტები ვართ. მეუღლემ დაგვიდასტურა, რომ მისი ქმარი, რომელიც კლუბის მცველი იყო, ნამდვილად სცემეს. სამწუხაროდ მომარეობა შედარებით უკეთესია. არის ხო გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში? თავის ტრავმა ქონდა ხო მას მძიმე როგორც გითხრეს? კი, შედარებით უკეთესად არის. 1 იანვარს მიიღო ხო მან ეს დაზიანებები? კი. 1 იანვარს ირაკლი დგებუაძემ ცემა ბატონი გიორგი. ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის გვარის ხსენებაზე ქალი ტელეფონს თიშავს. ღამის კლუბის გარე პერიმეტრზე რამდენიმე სათვალთვალო ვიდეო კამერაა დამონტაჟებული. შაბათის ეთერის ინფორმაციით გარე პერიმეტრის ჩანაწერები ისე გააქრეს, რომ საქმე გამოძიებამდე არ მისულა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ახალი წლის ღამეს კლუბში გასართობად მისული პოლიციის მაღალჩინოსნები დაცვამ ვერ იცნო და უსაფრთხოების ჩარჩოში გავლა მოსთხოვა. чхубиц am დროს დაიწყო. Полицейский пошла в клуб, и там я уже слышала, что начались громкие разговоры. Между охраной и полицейскими, да? Да. ჩვენ ვიპოვეთ ამ დაპირისპირების თვითმხილველი ქალბატონი, რომელიც ამავე კლუბში მუშაობს. მას გონია, რომ არა ჟურნალისტს, არამედ გამომძიებელს ელაპარაკება. ამიტომ თამამოტყვება ახალი წლის ღამის ინციდენტს. Сняли верхнюю одежду и не прошли на рамку, которая проверяет на наличие каких-то запрещенных предметов. Драка когда началась? Вот когда их вывели. Сначала на улице, потом в холле на ресепшене.
კლუბში მალე საპატრულო ეკიპაჟი მოდის. ყველას უკრძალავს გადაადგილებას, ტელეფონებს ათიშინებენ და დაცვის ერთი თანამშრომელი, სავარაუდოდ Გიორგი Ქათამაძე, полиции განყოფილებაში გადაყავთ. Потом пришел экипаж, выключил музыку, забрали охрану. Я лично видела, как забирали одного. Потом ко мне также подошел какой-то мужчина, подошел ко мне, говорит, зачем ты снимаешь? Я ничего не снимала, потому что телефонов у меня в руках не было, оно лежало на ресепшене. Говорит, забирай свой телефон и уходи вообще с работы, все закрыто, типа, и все. ირაკლი დგებუაძე იმალება, შაბათის ეთერი მასთან დაკავშირებას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობს. დავურეკეთ, დავუტოვეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება, თუმცა დუმს. სად არის თქვენ დაქვემდებარებაში მყოფი ირაკლი დგებუაძე ახლა? რატო იმალება 2 დღეა? მე ხა თქვენ საქმიანობაში ხელი რო შეგიშალოთ. ხო არის დარღვევა. ეხა ხომ გცალია თანამშრომელი ხარ? ვაიმე. უკვე წლებია ბათუმის პოლიციის შეფი ირაკლი დგებუაძე სისტემის სანდო კადრია. ეს კადრები შულმუკლული მამის ზაზა სარალიძის აქციაზეა გადაღებული. დგებუაძე აქ საიდუმლო მისიით ხალხზე სათვალთვალოდ არის მივლენილი. როდესაც მას ამოიცნობენ, ის იდენტობას მალავს. ანუ აქციაზე მოხვედი ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად თუ მოხვედი სამსახურიდან დავალებით? არანაირ სამსახურიდან დავალებით. ანუ მოხვედი ზაზა როგორ არ მუშაობ ქალაქის სამმართველოში ხარ თავარი დეტექტივი არ მუშაობ გრიგოლ ბესელია შენ ვინ არის ნათლია ხო არის ვაფშე არ ვიცნობ როგორ არ იცნობ ვაფშე არ ვიცნობ ხლას მასწავლე შენმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ამ წახს მითხრა რა გითხრა ჩემო რა შენ ხარ ქალაქის სამმართველოში მთავარი დეტექტივი აგრად ცდები არ ვცდები შეიძლება რომ შეყვარებულს ველაპარაკო შეყვარებულს ველაპარაკო ხომ არა აქ მოხვედი ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მითხარი რატომ მოხვედი შენ ძალიან არასწორად იქცევი გეშლები მე არ მეშლები ხო არ გაუბივარ არა ხალხი არა ვერ გაიცავ იმიტომ რომ ეხლა გაქვს დავალება რომ აღარ უნდა გაიცავ რა დავალება მაქვს შენ მასწავლი მე რა დავალება მითხარი მოხვედი ზაზა ახელოდები ერთი საყვარელი ბიჭი გადმოკვეთავს ეხლა გზას მანქანას აჩერებს შენ რომ მითხარი წეღან რომ სურათი გადაიღეო მაგ დროს ველაპარაკეთ შენ მოხვედი აქციაზე ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად თუ მოხვედი დავალებით მიკროფეხა მე უნდა დავტოვო ანუ მითხარი რომ არ ხარ თანამშრომელი არა ვარ თანამშრომელი ქალაქის სამმართველოში არ მუშაობ როგორც ჩანს ბათუმელებისა და net გაზეთის დირექტორის ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაკავებაც მისი ახალი მისია იყო